მოკლედ იმ ვიდეოში ვერ მოვახერხე, ყველაფერი ჩამეტია ჩემო მეგობრებო და ეს არის სხვა სურათებიც კიდე შემორჩენილები. აი ქუსლი არ ქონდა, საერთოდ საიდან გამთელდა ეს ქუსლი, მე თვითონაც ვერ დავიჯერებდი, შეიძლება ეს დამწრობა, ხედავთ რა რთული დამწრობა აქვს ამ ქალბატონს. აგერ შეხედეთ ქუსლის დეზი, მუხში სითხე ვისაც აქვთ. აი ესეც კიდე მეგობრებო სოკუ არის. ტერფის, აი დიაბეტიანია ეს ადამიანი, აი როგორ მოარჩინა, ესეც ტერფის სოკო ჩემო მეგობრებო, სინამდვილეში ფსორიაზით იმით ვიკუნალობდი რა ფსორიაზიაო ჩემამდე წლები, მაგრამ მე როცა ვნახე იმ წუთში უთხარი რომ ეს არის ეს ფშხილი სოკო, ტერფის სოკო. ხო, აი ასეთი სიტუაცია ქონდა ამ ადამიანსაც, დიაბეტიანები არიან, ძირითადად ჩემი პაციენტები ყველა არის დიაბეტიანები და ვენური უკმარისობა ვისაც აქვს ისინი მეგობრებო. ამას ვენური უკმარისობა ქონდა, ამასაც დიაბეტიანი აგერ უკვე არაფერი არ აქვს გულზე, ეს არის ფსორიაზი, აგერ კიდე სოკო ნებისმიერი, ნახეთ რამდენიერი აქვს ადამიანებს. აი ეს თითი კიდო დიაბეტიანის არის, მაგრამ დღესდღეობით ასე აქვს. ეს ხელი სტანოქში ჩაიტნია ამ ადამიანმა და თითქმის მოჭრას უპირებდნენ მისი ჭკუით, მაგრამ გადაარჩინა მალამომ ეს ბაბუას თავი, რამდენიმე მოიტანეთ იმ მოხუცის კაცის თავიდან, ვინ იცის საშინელება ჭირდა. ეს სოკო მეგობრებო როგორ იყო დღეს, როგორ არის საერთოდ სოკოს მკურნალობა ზოგჯერ 5 თვემდე გრძელდება, ზოგს მეტი ჭირდება, ვისაც ფშხილები საერთოდ არ აქვს. აი ეს მეგობრებო ნახეთ ეფეხები როგორ აქვს კიდე. პირველ სურათში გამონაყარები იყო ის ძალიან საშინელი გამონაყარები, მაგრამ ისიც მორჩა. ეს სოკო ტერფის მეგობრებო. ეს დიაბეტიანი თურქეთშიც მკურნალობდა, ყველა ქვეყანაში დადიოდა, ერთი 3 ადგილზე აქვს ნამკურნალები, ვერავინ ვერ უშველა. ესეც დიაბეტიანია ჩემო მეგობრებო, ესეც კიდე სასწაული დიაბეტიანია მეგობრებო, ჩემი მალამოს წყალობა. ეს ვისაც თმის ჩახვევა აქვს მეგობრებო. ეს უკვე ქევნახეთ. კი ვნახეთ უკვე. ფშხილების გაკეთების დროს დაემართა სოკო და მე როგორ აქვს ნახეთ მეგობრებო, თმის აგერ ფშხილის ჩააბრუნება აქვს ამ ადამიანს. აგერ კიდე რა დღეში აქვს ეს თითები ნახავთ ალბათ. აი ამ ფშხილს მას მოუნდით მორჩენას ზუსტად 3 თვე მეგობრებო. არც დიაბეტი ქონდა, არც ისა ქონდა ვენური უკმარისობა, საერთოდ ვისაც აქვს იმგენის მკურნალობა რთულია მეგობრებო, მეტი დრო ჭირდება, გაიგე? ეს დამწრობა საბერძნეთში დაიწვა ეს ქალბატონი, მე მოვუარე და მე მასვერი წამლები, ეს წითელი ქარი ლიმფოსტაზი და მე იმას ნათლა გადაუგვარდა ფეხები და სპილოვნებაში გადაეზარდა, მაქალიც მორჩენილია. ეს კიდე დიაბეტიანი ქუსლი როგორ აქვს, ეს პატარა დამწვარი თითები პაჭუჭიესი ბავშვის, აი აგერ და მომწერა იმ გოგომ და შენახული მაქვს, ყველაფერს ვინახავ მეგობრებო. აი ვისაც პამპერსისგან ბავშვებს ხშირად ეწვევათ ქვემოთ, დიდებსაც საფენების გამო ეწვევათ, მაგისი მალამოცა მაქვს მეგობრებო, საუკეთესო არის ისიც. აგერ კიდე რა შედეგია შეხედეთ, აგერ ახლა ყველაფერს გაჩვენებთ თან და თან. ეს კიდე არაფერი არაა, ბევრი მაქვს ასეთი შედეგები. აი ეს შედეგი მეგობრებო კიდე ნახეთ. საუკეთესოა ეს კაცო, ეს 8 თვე მოუნდით ამის მკურნალობას მეგობრებო. აგერ მასაც ხედავთ, აი ქუსლი მოსაჭრელი არისო, ეს ქუსლიო კაცო, რა ჭირდა მოსაჭრელი, შეხედე რა უქნა მალამომ. აი სოკო სასწაულები, აი ბატონო, აგერ ახარ თქვენ. ეს რო სხვის მალამოს ექნა, მე შეიძლება არ დამეჯერებია, აი სიმართლეს ვამბობ. აი შეხედე ის განხმარი იყო თლა და რაფერ აქვს. დიაბეტიანებია, თითქმის ყველა დიაბეტიანია ჩემო მეგობრებო, აი ესეც დიაბეტიანია. აი ეს კიდე რა სასწაული მოახდინა მალამო, ესეც დიაბეტიანი მეგობრებო.
ეს კიდე ქუსლი რა დღეში გონდა და მე მოჩენილია უკვე არაფერი არ ჭის. ეს ვისაც ვენური უკმარისობა აქვს, იმასაც დიაბეტიც ჰქონდა დართული ზემოდან. აი 100 ჰქონდა მეგობრებო და მე 100 აქვს უკვე. აი ეს კიდე როგორ აქვს, კუდუსუნი როგორ აქვს, მე ქუსლები როგორ აქვს. სასწაულს ახდეს ეს მალაბუები, მადლობა უფალს. ყველაზე სასწაული ის არის, რომ არავის რო არ უსწავლებია და ჩემი თამა ყველაფერი აწყო ცალ-ცალკენ. ეს ყველაფერი სხვადასხვა რაღაცები შედის მეგობრებო. მცენარეებით ვაკეთებ, საბერძნეთში დავიწყე ამის გამზადება. ამ ბაბუას სლაიგი ქონდა. აი ეს იღლიაში იცის ხშირად შირქოვანი გამონადენები, აი აგერ კიდე მეგობრებო. ამას უკმინა ძაღლმა ამ ადამიანს. ხო და მერე გაუმიზესდა და ჩემმა მალამო მოარჩინა. აი შეხედეთ როგორ აქვს ნაოპერაციები ისევ მიდიოდა საქმე, მაგრამ დღეს კარგად აქვს. აი შეხედეთ ამ ჩხილებს მეგობრებო, საუკეთესოა. აი ვისაც აგაქვთ აგებ სორიაზი და ასეთები თმებში, თავში და ესა მაგის მალამოც მაქვს. ტერფისოკო მეგობრებო, ძირითადად ხალხს აწუხებს ტერფისოკო. აი ეს სასწაული კიდე ეს დიდი ხანია უკვე სასწაული რომ მოახდინე, მე საბერძნეთში ვიყავი მაშინ. აი ვისაც შაქარი, დიაბეტი, შაქარი და ვენური უკმარისობა ვისაც აქვს. აი როგორ ქონდა ეს თითი ჭრიდნენ ამ თითს მეგობრებო, მაგრამ დღეს კარგად აქვს. ამასაც მოჭრას უპირებდნენ, სტანოგზე გაიფუჭა, მაგრამ ჩემმა მალამო უშველა. ეს კიდე ამას რა ქონდა მოსაჭრელია. აგერ ეს ხელი კიდე კარგად არის. ერთი სიტყვით მეგობრებო, აი საჯდომი როგორ ქონდა ნაწოლები და როგორ აქვს დღეს. აი ეს დღეს კომენტარში ჩამიდვა იმ ქალბატონმა, რომ